2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობა 3.914.000-ია, აქედან 2.078.000 ქალია, ხოლო 1.836.000 კაცი. წინასწარი მონაცემებით აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის სულ მცირე 93.4%, საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6.6%-ს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. ანუკი ჩხიკვაძე გვერდდება თემით პირდაპირ ეთერში. დიახ, როგორც იცით, საქსტატმა აღწერის წინასწარი მონაცემები უკვე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 14 ნოემბრის მდგომარეობით ქვეყანაში 3.914.000 კაცი ცხოვრობს, აქედან დაახლოებით 93.4% წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეს უკაცრავად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში 3.647.000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, ხოლო საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში 14 ნოემბრის მდგომარეობით ცხოვრობს 6.6% უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც დაახლოებით 200.000-მდე ადამიანს წარმოადგენს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და როგორც საქსტატში განმარტავენ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირებულია წინა წლებთან შედარებით. აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლის პერიოდში. აღწერა მოიცვა საქართველოს მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. აღწერის ფარგლებში მონაცემთა შეგროვება ჩატარდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. წინასწარი მონაცემების მიხედვით აღწერის მომენტისთვის საქართველოში ცხოვრობდა 3.914.000 კაცი, საიდანაც 53% არის ქალი, ხოლო 47% კაცი. ასევე აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემების მიხედვით აღწერის მომენტისთვის საქართველოში მუდმივად ცხოვრობს სულ მცირე 93.4% საქართველოს მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა 6.6%-ს არ აღემატება.